ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად და მიზანმიმართულად გახშირდა რადიკალური ანტიქართული პოლიტიკური ძალების მხრიდან განცხადებები, რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხას ემსახურება. საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესებს ჩვენს რეგიონში და როგორ ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატ შეადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველოს წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოცაც ვერ მივა იმ ურთიერთობის დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნია. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმი, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. უცხო ძალების რაობას და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიქმნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინა. დაუშვებელია, რომ ვინმე, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. სამწუხაროდ სწორედ ამგვარ ქმედებებს ხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარეძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ. ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ თითქოს საქართველოს არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო. ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოიხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღისწესრიგიც დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი. ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ, როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შესწენებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღისწესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა.